დღეს დავით გარეჯობა, დღესასწაული მოძრავია და ამაღლების შემდეგ პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. საზეიმო წირვა მამათა მონასტერში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკა ლომიძემ აღავლინა. დღესვე სამონასტრო კომპლექსი მოილოცა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ. მან პარაკლესე გადაიხადა. გარეჯობა დიდ სამონასტრო კომპლექსთან მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება. დავით გარეჯელი ერთ-ერთი ასურელი მამაა, რომლის მოღვაწეობამაც ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა გამტკიცებას და შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას. საოცარი მამა იყო დავით გარეჯელი. ისევე როგორც ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი ყველა მოწაფეები, რომლებმაც დააფუძნეს სამონასტრო ცხოვრება საქართველოში და მათ შორის მამა დავითი ერთ-ერთი ისეთი დიდი მნათობია, რომელიც განთქმულია მთელ მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა მან ღვთის წინაშე, ისეთი მადლმოსილი იყო. აი როგორ რა ღვაწლით მოიღვაწა მან ასეთი დიდი მადლი. აი ჩვენ ბიბლიაში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს, რომ ღმერთი ამ პარტავანთა შემოსრავს, ხოლო დაბალთა მისცემს მადლს. და აი მამა დავითი იყო განსაკუთრებულად გამორჩეული ამ უდიდესი სათნოებით, რასაც სიმდაბლე ეწოდება. ეს ჩვენ ვიცით მისი ცხოვრებიდან და ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმინდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, იმიტომ რომ როგორც იცით წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო ცხოვრების და სულიერი ცხოვრების. და რა თქმა უნდა, ეს არის უმოკლესი გზა მადლის მოხვეჭისა, სიმდაბლის ქონა, სიმდაბლის ღვაწლი, არა განკითხვა ძმისა თვისისა და განცდა თვისთა ცოდვად. და რა თქმა უნდა, ასეთი მადლის მოსახვეჭად აუცილებელია ლოცვა. ლოცვის გარეშე ამ თვისებებს ადამიანი ვერ მოიხვეჭს. და აი დღევანდელ სახარებაში, რომელიც საკითხული იყო წმინდა ლიტურგიაზე, იყო უფალ იესო ქრისტეს სწავლება ლოცვის მნიშვნელობაზე. იგი ბრძანებს, რომ ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, რასაც ითხოვთ ზეციერი მამისგან, მოგცემთ თქვენ, ჩემი სახელით თუ ითხოვთ. აქამდე არ გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვდეთ და მოგეცემთ. და ბოლოს დასძენს, რათა სიხარული თქვენი იყოს სრულყოფილი. აი წარმოიდგინეთ, თითქოს ეს ერთ-ერთი ბოლო ქადაგება იყო მისი მოციქულებისადმი. თითქოს უფალმა ყველაფერი გაუხსნა, ასწავლა მოციქულებს და ბოლოს აგვირგვინებს თავის სწავლებას აი ამ ცნებით, ლოცვის შესახებ, რომ ითხოვეთ და მოგეცემთ.